საქართველოში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სიგარეტს ეწევა. ბევრი ამბობს, რომ ბაბუა, მამა 90 წლამდე ეწეოდა, მაგრამ არაფერი დამარცხდა. მაგრამ სტატისტიკა სულ სხვა რამეს გვიყვება. ფილტვის კიბო მსოფლიოში კიბოთის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შემთხვევების დიდი ნაწილი დაკავშირებულია თამბაქოს მოწევასთან. დღეს ჩვენ სტუდიაში არის ადამიანი, რომელიც წლებია ეწევა და თავად ამაზე საუბრობს. ვანო ჯავახიშვილი, ყველასათვის ძალიან საყვარელი ადამიანი და ასევე სტუდიაში გვყავს კლინიკა პირველის ექიმი, ონკოლოგი ნინო ხუფენია, რომელიც ყოველდღიურად ხვდება იმ ადამიანებს, რომლებთაც ცხოვრების ერთმა ჩვევამ უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინა. შევეცდებით გავიგოთ, რატომ არის მოწევის შეწყვეტა რთული და რა საფრთხეებს ქმნის იგი და როგორ შეიძლება შემცირდეს რისკები და არსებობს თუ არა თამბაქოს ალტერნატივა. ასე რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ. იქამდე კი მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ხოლო ჩვენი გადაცემის წარმდგენია კლინიკა პირველი, რომელიც მდებარეობს მარჯანიშვილის 6 ნომერში. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, იმისათვის, რომ მზად ხართ ვისაუბროთ თემაზე, რომელიც არის ვფიქრობ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და ნინო, დავიწყებ თქვენით. გითხარით, ყველა მწეველს უვითარდება თუ არა კიბო და რამდენად დიდი რისკის შემცველი არის წეველობა და სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს განვითარებისთვის. მოგესალმები, დიდი მადლობა თქვენ. დავიწყებ იქიდან, რომ თამბაქოს მოხმარების ყველაზე მავნე გზა ეს არის სიგარეტის მოწევა. და დღეს უკვე თითქმის ყველა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის სწორედ სიგარეტის მოწევა. განსაკუთრებით ფილტვის კიბოს შემთხვევაში. ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი რისკ ფაქტორი ეს არის სიგარეტის მოწევა. და მიზეზი ეს არის სიგარეტის წვის დროს წვის პროცესში წარმოქმნილი დაახლოებით 7000-მდე მავნე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რომელთა შორისაც დაახლოებით 90-მდე ნივთიერება დღეს მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოს FDA-ის მიერ არის დარეგისტრირებული როგორც კანცეროგენი, ეგრეთ წოდებული კიბოს გამომწვევი და შესაბამისად ამ კანცეროგენების ხანგრძლივი მუდმივი ზემოქმედება სწორედ რომ განაპირობებს ავთვისებიანი პროცესების განვითარების მაღალ რისკს. გარდა კიბოს განვითარების მაღალი რისკისა, მოწევა არის დაკავშირებული ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების განვითარების, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მნიშვნელოვნად გაზრდილ რისკთან. რაც შეეხება ყველა მწეველს უვითარდება თუ არა კიბო, რა თქმა უნდა, ყველა მწეველს კიბო არ უვითარდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის და გასათვალისწინებელი ფაქტორი არის თუ რამდენი ხნის მწეველობის ანამნეზი გვაქვს, რამდენს ეწევა ადამიანი, როდის დაიწყო მოწევა, გარდა ამისა გენეტიკური ფაქტორები და გარემო ზემოქმედება. თუმცა მწეველებს არამწეველებთან შედარებით დაახლოებით 15-დან 30 ჯერ მეტად აქვთ გაზრდილი კიბოს განვითარების რისკი. ნინო, ახსენე მოწევის ხანგრძლივობა. ნაბოდი, ვანო. გითხარი, რამდენი წელია ეწევი და აი რაც ვიცი, რომ რაღაცა გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნა აი ამ ხანგრძლივმა სიგარეტის მოწევამ. მოგეყევი აბა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ გადაცემებში არ ყოფილი სამედიცინო თემატიკის და პირველად ვარ და ამიტომ საინტერესოა. ძალიან მიხარია რა პირველად და შეთან. გასაკვირველი. ხო და მოწევასთან დაკავშირებით ახალგაზრდობიდან, სადაც 17-18 წლიდან ინტენსიური მწეველი ვიყავი. ჩვენ პერიოდში სიგარეტის აბსოლუტური სხვადასხვა 90-იანი წლების ვიცით ალბათ რა ბაზარზე რა სიგარეტი იყიდებოდა, იმის მწეველი ვიყავი. ანუ რაღაცა უბედურების. ხო, და სიმპტომები ის რომ აი დილით ვიცოდა ხოლმე უკვე რამაც დამღალა ძალიან იყო ეს მუდმივად დაღლილი გაღვიძება. სიგარეტის მოწევის წინათ აი დაღლილი თითქოს ნაბახუსებზე ვიღვიძებ ყოველ დღე. ეგეთი შეგრძნება მქონდა. მქონდა ასევე აი რაღაცა ესეთი ხველა, რომელიც თუ ოდნავ მეტი დოზა მომივიდოდა წინა დღეს მოწევის, მეორე დღეს ყველა მაწუხებდა და
ნუ ეხლა ისეთი პერიოდი ვარ, ნელა ეს სიგარეტი აი რაღაცა თითო ორი ღერი, სამი ღერი დავტოვე. მაინც რაღაცა ბოლომდე ვერ ვადებე. ბოდიში მაინც მაპატიებ. აიქოსი რაღაცას გიკმაყოფილებს, თლათ სიგარეტის ის არა აქვს ეფექტი. მაგრამ გიკმაყოფილებს და სამაგიეროდ არ გახველებს და ნუ არ აი ეს ძიმეთ გაგვიძება არა გაქვს და რაღაცა შხამის რაღაცა ნაწილაკები მე მგონი არ აქვს აიქოს ვიდრე სიგარეტს. ნუ ესე ვიცი ინფორმაცია. და ინფორმაცია ერთია და შეგრძნების დონეზეც განსხვავებას გრძნობ? კი, და ხო ძალიან დიდ. აი რა განსხვავება? ის რო არ მახველებს მაგალითად თუ სიგარეტი აურიებ რამდენიმე ღერი წინა დღეს, მე რა თქმა უნდა დილით შეიძლება გქონდეს ყველა, მაგრამ აიქოსი თუ მოვწიე მეორე დღეს არ მოხდა. ნინო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეეხო, ანუ და ჩვენ ამ თემაზე არაერთი ხელ ვისაუბრია, იმიტომ რომ ინტერესი არის უდიდესი. აი როგორც ონკოლოგმა გითხარი, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სამედიცინო კუთხით, რა განსხვავება არის სიგარეტსა და აიქოს შორის? ძალიან ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ არც აიქოსი და არც სხვა ალტერნატიული პროდუქტი არ არის უსაფრთხო და არ არის რისკის გარეშე. განსაკუთრებით არამწვეველებისთვის და არასრულწლოვნებისთვის. თუმცა დღევანდელი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე აიქოს და წვათ სიგარეტს ერთნაირი რისკის პროდუქტად არ მიიჩნევენ. არსებობს ტოქსიკოლოგიური კვლევები, რომლის საფუძველზეც FDA-მ 2020 წელს აიქოს მიანიჭა სტატუსი მოდიფიცირებული რისკის თამბაქოს პროდუქტი, რასაც ეხა ავხსნი. თუ წვადი სიგარეტის დროს, როგორც აღვნიშნე, 7000 ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერება წარმოიქმნება. კიბოს გამომწვევი. და სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისი, რომ FDA-მ ამ პროდუქტს მიანიჭა მარკეტინგული რეალიზაციის უფლება, როგორც მოდიფიცირებული რისკის პროდუქტს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის უსაფრთხო და ეს არის რისკის გარეშე. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვანო, შენ როგორც ვიცი, სულ რამდენიმე თვეში ხდები 45 წლის და დღეს უკვე თბილისში არის შესაძლებელი, რომ ფილტვის უფასო სკრინინგი ჩაიტარო, მათ შორის კლინიკა პირველში უკვე დაიწყო ფილტვის სკრინინგი და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ პრევენცია არის ის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია რომ ჩვენი სიცოცხლე გადავარჩინოთ და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და მე ოქტომბერში გელოდები პირველ რიგში რომ აუცილებლად გავიკეთოთ ფილტვის სკრინინგი, მაგრამ იქამდე ნინო გითხრა, როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ფილტვის სკრინინგს, ფილტვის კიბოს სკრინინგს? ფილტვის კიბოს სკრინინგი ეს არის ფილტვის კიბოს მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის. ვინ შედის ამ ადამიანების ჯგუფში? ესენი არიან მწვეველები, ასაკი 45-დან 75 წლამდე, აქტიური მწვეველები, ან შეიძლება ეხლა არ იყვნენ აქტიური მწვეველები, მაგრამ აქვთ მინიმუმ 15 წლიანი მწვეველობის ისტორია. ეს ადამიანები უკვე არიან ფილტვის კიბოს რისკ ჯგუფში და შესაბამისად ეკუთვნით ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომელიც მოიცავს დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რაც გვაძლევს საშუალებას ფილტვში არსებული მცირე ზომის დაზიანებაც კი იქნეს აღმოჩენილი. და რეალურად, როდესაც ვსაუბრობ ფილტვის კიბოზე, პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ამ დაავადების გვიანი დიაგნოსტიკა. იმიტომ რომ ადრეულ დიაგნოსტიკაზე ძალიან იშვიათად ხდება მისი დიაგნოსტირება, იმიტომ რომ ადრეულ ეტაპზე არ ახასიათებს სიმპტომები. შესაბამისად, სკრინინგი ამ მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტებში გვაძლევს აღნიშნული დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას. ვანდა, გიცდია, როდისმე რომ სრულად დაგენებებინა თავის სიგარეტისთვის და თუ გქონდა მცდელობა და როგორ დასრულდა ეს მცდელობა? იცით როგორ არის? კი, როგორ არ მქონდა დაახლოებით 4 თვე მომიწია, რომ რაღაცა გადავწყვიტე, რომ თავი დავანებე. და დავანებე, მაგრამ მე მოხდა ისე, რომ კვეთრად მოვიმატე წონაში. მე ესეთი არ ვიყავი. აბსოლუტურად სხვანაირი ვიყავი, გამხდარი ადამიანი ვიყავი, სრულიად მიდევით ხო? ხო და დადგას აი ამ 4-5 თვეში იმდენი წონა მოვიმატე, რომ მე უკვე გავხდი აი პრედიაბეტის მიმართულებით, რაღაცა მე ცოტა ნერვული ისინი მქონდა გამოვლინებები და მე ცალკე ექიმთან და ანუ ერთი სიტყვით შემაწუხა.
შემაწუხა იმან რომ ანუ ვერ დავანებე თავი, ანუ ის მოთხოვნილება მუდმივად მქონდა. და ამიტომ იძულებული რა, ანუ მე უკვე რაღაცა გამოსავალი ვნახეს, თითქოს ცოტას მოვწევ, მე ვიფიქრე რომ აი დღეს ამდენს და ხვალ ცოტას მოვწევ და როგორც აი ყოველ ორ შაბათსო დიეტას ვიწყებთ, ხო იცით ესე არის. და მე ისევ დავიწყე. ნინო, ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები, რომლებსაც შემდგომ უდასტურდებათ ფილტვის კიბო? როგორც აღმოჩნდა, ადრეულ ეტაპზე სიმპტომები არ ახასიათებს, მაგრამ უკვე როცა ხდება მანიფესტირება, ყველაზე ხშირი სიმპტომი ეს არის ხველა. გახანგრძლივებული ხველა. სხვათა შორის მწეველებს და ყოფილმწეველებს ძალიან ხშირად აწუხებთ ეს ხველა. გახანგრძლივ მაინტერესებს ხველა რაღაცა პერიოდში თუ მუდმივად ხდება? მუდმივი. როცა იწყება უკვე ხველა, სწორედ ეს არის. გახანგრძლივებული ხველა ნიშნავს, რომ ანუ ეს ხველა არ ლაგდება. ანუ ეს სიმპტომი უფრო მატულობს. ხო, ანუ თვითონ ინტერვალები ხველების რა არის? ყოველ 10 წუთშია ხველებს თუ არა, ეს ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ გააჩნია, როცა ფილტვის კიბოზე ვსაუბრობთ, ლოკალიზაციას, ანუ სად მდებარეობს. ზოგჯერ ფილტვი შეიძლება პერიფერიაზე მდებარეობდეს და საერთოდ არ იყოს ხველა. მაგრამ ყველაზე ხშირი მიზეზი ჩივილი მაინც ხველა არის. გარდა ამისა, დისკომფორტი გულმკვერდის არეში, სუნთქვის გაძნელება. სუნთქვის გაძნელება, ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა, მადულად დაღლა, ქოშინი. ეს სიმპტომები, სისხლიანი ხველა ძალიან სპეციფიური სიმპტომია, იმიტომ რომ ეს უკვე შორსწასულ ფორმას ახასიათებს. თუმცა ეს სიმპტომები რა თქმა უნდა არ ნიშნავს მხოლოდ ფილტვის კიბოს არსებობას, უბრალოდ ეს სიმპტომები არის წევალ ადამიანებში ის სიფხიზლე, რა დროსაც აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამისი კვლევებისთვის სპეციალისტს. ნინო, თუ ვერ ანებებს ადამიანი მოწევას თავს, აი რას ურჩევ, რა გზა შეიძლება მიმართოს, რომ ეს პროცესი გაუმარტივდეს? ონკოლოგის პოზიციიდან, რა თქმა უნდა, პირველი ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი რეკომენდაცია არის შეწყვეტა. თუმცა, თუ ამას არაერთ გზის მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებენ ადამიანები, ამ დროს არსებობს რაღაცა, ესე ვთქვათ, სხვა მიდგომა, არა ინდივიდუალური, არამედ ჯგუფური, არსებობს ესეთი ზიანის შემცირების სტრატეგიები. რაც გულისხმობს მოწევის შეწყვეტის მიდგომას, რაც არის მაგალითად ქცევითი მხარდაჭერა, ექიმის კონსულტაცია, სხვათა შორის მედიკამენტოზური მკურნალობაც არსებობს ნიკოტინის დამოკიდებულების. თუმცა თუ აღნიშნული მეთოდებითაც ვერ მიიღწევა მოწევის შეწყვეტა, სწორედ ეს ზიანის შემცირების სტრატეგია და კონცეფცია დღეს გულისხმობს წვა ციგარეთთან შედარებით ნაკლებად მავნე ნივთიერებების მქონე ალტერნატიულ პროდუქტის მიღებას და ჩანაცვლებას. თუმცა ესეც უნდა იყოს დროებითი და საბოლოო მიზანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მოწევის თავის დანებება. იმიტომ რომ ეს პროდუქტები რისკისგან თავისუფალი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, არ არის. ვანო, ახსენე რომ აი სიგარეტს, როდესაც ცდილობდი რომ თავი დაგენებებინა, გქონდა ეს ფსიქოლოგიური პრობლემები. ხო, მათ შორის მე რამდენადაც ვიცი, ქონდა პანიკური შეტევები და მოგვიყევია ეს პერიოდი, როგორ გაიარე და რას გრძნობდი ამ დროს. და თუ მიმართე სპეციალისტს, ზოგადად ნერვოზული პერიოდები მქონდა ახალგაზრდობიდან. ანუ სადღაც 28, ანუ სადღაც 20 წლიდან და იგივე სიმპტომები მქონდა, მაგალითად ეს გულზე მოჭერა, რაღაცა უჰაერობა, თითქოს ჰაერი არ ყოფნის, ხანდახან გაბრუებული ხარ, აი ტიპიური ნერვოზის სიმპტომები მქონდა, მე ექიმი, რომელმაც ამინიშნა წამლები და იმის მიხედვით რაღაცები ლაგდება ხოლმე. მაგრამ თუ ესეთი, ანუ რადგანაც ეს თავისი მოთხოვნილება მუდმივად იყო ამ სიგარეტის, ხო, ამან რა თქმა უნდა ეს ნერვული რაღაცა დაბოლოებები ყველა გააცოცხლა და გააღვიძა და აი ყველაფერი აი შეიძლება და აუცილებლად დაწვევი და რაღაცა გეჯახება და აი მქონდა ესეთი აი რომ ვეღარ აკონტროლებდა. ხანდახან იყო რომ მე სიგარეტს მოწევდა თითქოს რაღაცა ისეთი გახდი. თითქოს დალაგდა ცხოვრება, ისეთი ხარ, არაფერი აღარ გიჭირს, ანუ კარგად ხარ. საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვი რომ მაინც დავიწყე. მაგრამ მაინც როგორც ნინომ თქვა, შედარებით
ჩაანაცვლე უბრალოდ არაწვადი პროდუქტით. რომელმაც სუბიექტური ჩივილები შეგიმცირა. ხო, ეს ჩივილები კი, რა თქმა უნდა, ეგეთი შეამცირა. გაცილებით უკეთესად გძნობ თავს, რაღაცა ის დაღლილობაც სიგარეტთან შედარებით ნაკლები მქონდა. არის ხოლმე რომ რაღაცა ხანდახან გულის აჩქარებები გააქვს, მაგრამ რაღაცა ესეც უფრო ნერვული არის ჩემი. მაგრამ აი ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? გასაგებია სუბიექტური ჩივილები. ფილტვი გამოკვლეული გააქვს? აი ველოდები 45 წლის 45 წლამდეც გამოგიკვლევთ, არ არის არასდროს არ გადაგიღია ფილტვი. არა, ფილტვები გადამიღია, როგორ არა. მაგრამ ალბათ რენტგენი და არა კომპიუტერი ტომოგრაფია. დიახ. ტომოგრაფია ფილტვზე არ გადამიღია. მაგაზე ნინოს მიგაბარებ. და მხოლოდ სკრინინგულად. ხო, რასაკვირველია, მხოლოდ სკრინინგულად, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი ის უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც შეუძლია და რასაც გადაურჩენია მილიონობით სიცოცხლე. სკრინინგის ფასი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის არ არის არაფერი, რა ვიცი, ღმერთის წყალობით არის შესაძლებლობა, რომ ყველა 45 წლის ზემოთ ფილტვის სკრინინგი ჩაიტაროს სრულიად უფასოდ და ვფიქრობ, რომ ამ შანსის გამოუყენებლობა არის ძალიან დიდი დანაშაული და ნინო ალბათ ამას დამეთანხმები. დაგეთანხმები, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ფილტვის კიბოს სკრინინგი არ ცვლის მოწევის შეწყვეტას. იმიტომ რომ სწორედ როცა ვსაუბრობ ფილტვის კიბოს რისკ ფაქტორზე და სიგარეტის მოწევაზე, ეს არის ხო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, მაგრამ რომლის პრევენციაც შესაძლებელია. არასოდეს არ არის გვიან სიგარეტზე თავის დანებება და როგორც კი მოხდება სიგარეტის, ესე ვთქვათ, მოწევის შეწყვეტა, ძალიან მალე და უკვე დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდება ჯანმრთელობის რისკები. ასე რომ არასოდეს არ არის გვიანი მოწევის შეწყვეტა. თამბაქოს მოწევა რატომ მიიჩნევა ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე ესეთი დიდ რისკ ფაქტორად? იმიტომ რომ წვის პროცესში წარმოქმნილი მავნე ნივთიერებების ზემოქმედება ფილტვზე, ანუ ამას ხო წვის აეროზოლის სახით იღებს ადამიანი, სწორედ ამ აეროზოლის და წარმოქმნის პროცესში და წვის პროცესში ხდება ამ კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედება ფილტვზე და მუდმივად 15 წლის განმავლობაში როდესაც ეს ნივთიერებები იწვევს ზედა სასუნთ გზებზე ზემოქმედებას, უკვე ხდება ამ ავთვისებიანი სიმსივნური პროცესების განვითარება. ანუ მუდმივი ექსპოზიცია კანცეროგენული ნივთიერებების განაპირობებს ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკს, რომელიც ხდება სიგარეტის წვის პროცესში. სიგარეტის წვის პროცესში. ვიტყვი რომ ხანგრძლივი ეპიდემიოლოგიური კვლევები გვჭირდება იმისთვის, რომ ალტერნატიულ პროდუქტებზე ვისაუბროთ თუ რამდენად არის დაკავშირებული მაგალითად ფილტვის კიბოს განვითარების რისკთან. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, მინიმუმ 15 წელი და მეტი. ასეთი კვლევები არ არსებობს დღეს მსოფლიოში, იმიტომ რომ მოკლევადა არის ამ ალტერნატიული პროდუქტების, თუმცა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ალბათ ამაზე პასუხი გვექნება. შვედეთში მწვერვალობის მაჩვენებელი მოსახლეობაში არის 5%, ევროპის ქვეყნებში არის 23%, მაგრამ ნიკოტინის მოხმარება თანაბარია. თუმცა კვლევების საფუძველზე შვედეთში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არის 50%-ით ნაკლები ევროპის ქვეყნებთან შედარებით და მნიშვნელოვნად დაბალია ასევე ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა. ანუ რა ხდება? ნიკოტინის მოხმარების ფორმის სხვაობა გვაძლევს ასეთ მნიშვნელოვან განსხვავებას. შვედეთში ნიკოტინს მიიღებენ პერორალური პროდუქტით, როგორიც არის შვედური სნუსი ქვია და ნიკოტინის ბალიში. თუ როგორ გამოიყენება ეს? ღვიძლზე მაგრდება, არის რაღაც ბალიშივით, პატარა ღვიძლზე მაგრდება. ეს არის ნიკოტინის პროდუქტი, თამბაქოს პროდუქტი. ასე მოიხმარენ შვედეთში ნიკოტინს და ევროპაში ეს 23%-ის თითქმის უმრავლესობა მოიხმარს წვად სიგარეტს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს არის ძალიან ამათ აქვს შვედეთს აქვს ამ სნუსის გამოყენების ძალიან ხანგრძლივი ისტორია. შესაბამისად, ეს არის დადასტურებული ხანგრძლივი ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არაწვადი პროდუქტი ნაკლებად მავნე არის კონკრეტულად ფილტვის კიბოს განვითარებისთვის, თუმცა რისკის გარეშე არც ერთი პროდუქტი არ არის. იუმორი დამოწევა. ეს განუყრელი არის ერთმანეთისგან, იმიტომ რომ რა ვიცი, მე არ ყველა იუმორისტი ვისაც ვიცნობ, ყველა ეწევა. რატომ? აი რაღაცა ფიქრში თითქოს ძალიან ხელს გიწყობს რა, იმიტომ რომ რაღაცა სცენარზე რო ფიქრობ, ცოტა რაღაცა აი შემოქმედი ხალხს უყვარს სიგარეტის მოწევა.
რა ვქნა. ნინა, მე ვიფიქრე სკრინინგთან ერთად რაღაც დავიწყებ ამაზე მუშაობას. ნინა, რატომ ვერანებებენ ადამიანები სიგარეტის მოწევას თავს? ასე დამოკიდებულება. ნიკოტინის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც თურმე იუმორსაც სჭირდება. რა თქმა უნდა. აა ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვერ ვანებებთ თავს. მაგალითად შაქრის მიღებას ვერ ვანებებთ თავს. ესეც დამოკიდებულებაა კი, რა შაქარი. თქმა უნდა. რო აი მაგალითად თუ რაღაცა უშაქრო, მთელი დღე რაღაცა შაქრის რაღაცა ნაწილაკი არ მიიღე, გზნობ რომ ცუდად ხარ. ხო, ესეც ხო დამოკიდებულებაა და იგივენაირად დამოკიდებულებაა ის ნიკოტინის, რომელიც რა ვიცი. ვანო, გითხარი სიმართლე, აპირებ თუ არა რომ სიგარეტის მოწევას ცირა დაანებო? ძალიან მინდა ყოველთვის ფიქრობ რომ როდესღაც რაღაცა პერიოდის მერე, რაღაც დროის მერე რაღაც სიგარეტს თავიდან დავანებ, მაგრამ ყოველთვის მაქვს ის შიში რომ დავანებებ. ანუ იგივე რაღაცა ესეთი ტანჯვის პერიოდი მექნება გასავლელი, იქ პანიკური შეტევები, რომელიც შეიძლება მქონდეს მერე, იქ უხაერობა, იქ ცოტა რაღაცა გულზე ნერვული მქონდა უხაერობა და რაღაცები მქონდა, იმიტომ რომ ეს ხო სტრესია. მაგ დროს ხო სტრესში ხარ ადამიანი. შენ შეიძლება ვერ გძნობ, შენ შეიძლება თვლი კარგად ხარ, მაგრამ რაღაცნაირად სტრესში ხარ, ტვინი მუდმივად დაძაბულია, იმიტომ რომ იმ ნივთიერებას აღარ იღებს, და რომელიც დამოკიდებული იყო და ანუ შესაბამისად ძალიან მე აი ხანდახან უკვე პანიკურ შეტევებს მემართება და ანუ აი მაგის მეშინია თორე დანებება, რა თქმა უნდა, ყველა წევრს უნდა რომ სიგარეტს თავი დაანებოს. ხო ესეა. ხო ყველა ამბობს რომ კი ვეწევი, მაგრამ მინდა რომ თავი დავანებ, მაგრამ აუქნა ვერ ვანებებ. რამდენი ხანი გქონდეს პანიკური შეტევები და იცი როგორ აი რომ დავანებე, ხო დაახლოებით 3-4 თვე ვიყავი ესე და მქონდა დანებებული. და ყველა მაგას დამჩინოდა, მე 4 თვე თუ დაანებე რაღაცა დაიწყე. იმიტომ რომ ყველაფერი გადავლილია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ იყო გადავლილი, იმიტომ რომ მე მწვავე ნერვოზის ფორმა მაქვს, ჩემ პირადი ექიმი მყავს, ასე შემდეგ, პერიოდულად მიწევს ხოლმე მკურნალობა და ამიტომ აი ეს ხელახლა აი ამ ფსიქოლოგიური და აი მდგომარეობის გამეორება არ მინდოდა. და თითქოს მინდოდა რომ აი ეს ყველაფერი მორჩენილიყო და ისევ დავიწყე მოწევა. მაგრამ ნუ ნელ-ნელა ანაცვლებ, როგორც გითხარი და იმედია საბოლოოდ იმასთან შედარებით რა თქმა უნდა დაანებებს. საბოლოოდ დავანებთ ახლა რამდენი რამე ვილაპარაკეთ და ნინა, რამდენი წლის მოწევა ითვლება კიბოს გამომწვევ, აი ყველაზე ისეთ დიდ რისკად? მინიმუმ 15 წელი. ადამიანი, რომელიც რეგულარულად ეწევა, სხვათა შორის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, წელიწადში თუ 20 პაკეტს ეწევა ადამიანი წელიწადში და 15 წელია ამ რაოდენობას ეწევა, ის უკვე ფილტვის კიბოს განვითარების რისკად ითვლება. საუბრობთ პაკეტზე, ანუ და ანუ ესე იგი წელიწადში 20? ხო. წელიწადში 20 ალბათ ძალიან მინიმალური რაოდენობა არის, იმიტომ რომ ადამიანები 2 კოლოფს ეწევიან დღეში. არა, მე ყავდა თანამშრომელი, რომელიც ეწეოდა 4 კოლოფს. დღეში? დიახ, ამიტომაც თუ ეწევა მინიმალურ რაოდენობასაც და ეწევა 15 წელი, ეს უკვე რისკ ფაქტორად მიიჩნევა კიბოს განვითარების. ვინ უნდა მიმართოს ფილტვის კიბოს სკრინინგს? ფილტვის კიბოს სკრინინგს უნდა მიმართონ ხანგრძლივი მწვერვალობის ისტორიის მქონე ადამიანებმა, ვინც ეწევიან მინიმუმ 15 წელი და როგორც აღნიშნე, მინიმალურ რაოდენობასაც კი და ასაკი 45 წლიდან. და პასიური მწვერვალების სკრინინგზე არ უნდა წავიდე, აი მაგალითად ვფიქრობ, რომ ვინც არ ეწევა და ყოველთვის ზის სიგარეტის კვამლში. სხვათა შორის პასიური მწვერვალებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ ფილტვის კიბოს განვითარების. პასიური მწვერვალები, ნუ არის კიდე სხვა რისკ ფაქტორები, უბრალოდ ახლა მაინც უფრო ამ კუთხით ვსაუბრობთ. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტები, ფილტვის ფიბროზის მქონე პაციენტები, გენეტიკურად პირველი რიგის ნათესავებში, ვისაც აქვს ფილტვის კიბო დადასტურებული, ეს პოპულაციაც ფილტვის კიბოს სკრინინგი ეკუთვნით 45 წელსავით, მაგრამ ნუ რაც კონკრეტულად მოწევას ეხება, ეს არის ხანგრძლივი მწვერვალობის ისტორიის მქონე ადამიანები. 15 წელი. ნინა, სხვა სიმსივნეების შემთხვევაში, აი მითხარი, რამდენად კავშირში არის სიგარეტის მოწევა? მწვადი სიგარეტი როგორც აღნიშნე, თითქმის ყველა ლოკალიზაციის კიბოს რისკ ფაქტორად ითვლება დღეს.
პირისღრუ, ცხვირხახა, ხორხი ეს ყველაზე მეტად. ზუზუს კიბოს შემთხვევაში დაახლოებით 20% მოწევასთან ასოცირდება. პანკრეასის კიბოს შემთხვევაში დაახლოებით 30%. ეს უკვე რაც გვაქვს მონაცემები. შესაბამისად, თითქმის ყველა სოლიდური კიბოს განვითარების რისკ ფაქტორად მიიჩნევა დღეს მწვადი სიგარეტი. ანუ რამდენად ზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობას? მე როგორ გითხრათ? რაღაცნაირად ისე ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს რომ მეტი დრო დავუთმო. ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმიტომ რომ აი უფრო რაღაცნაირ დრო არ მაქვს, რომ აი დღეს დავგეგმო და ისეთ დროს ვისვენებს, ოდესაც კლინიკებიც ისვენებენ. გაქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა? ჯანმრთელობის პრობლემა არა, ისეთი კონკრეტულად გამოკვეთილი ახლა ახლა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცოტა მიდრეკილი ვარ პრედიაბეტისკენ და ეს ნერვოს. რამდენად ზრუნავ მე აი თუნდაც აი ამ ეს პრეპარატებს უდმივად ვიღებ რაღაცა პერიოდების მერე. რამდენად იკონტროლებ? მაგას ვიკონტროლებ. შაქარს ცოტა მიჭირს. თუმცა ამისთვის ცხოვრების წესის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. კვება, ფიზიკური აქტივობა, რაც მედიკამენტებთან ერთად ფიზიკური აქტივობას რაღაცნაირად ვახერხებ ხოლმე, რომ რაღაცა კვირაში 3-ჯერ, 2-ჯერ ან რაღაცა რომ ეს რაღაც 2-3 კილომეტრი გავია რომ ძალიან კარგი. ისეც მეუღლე მაიძულებს. ძალიან კარგი. გავიდეთ, ა? გავია რომ გამოვიდეთ. ნინო, პასიური მწვაველი ახსენა ანუ რამდენად საშიში არის პასიური მწვავებლობა ფილტვის კიბოს განვითარებაში, ანუ როდესაც სხვა ეწევა და აი ამ გამონაბოლქვს შენს უმთქავ. ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ფილტვის კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის პასიური მწვავებლობა. და დაახლოებით პასიური მწვავებლების 1%-ს უვითარდებათ ფილტვის კიბო. სწორედ რომ ამ მიზეზი არის პასიური მწვავებლობა. შესაბამისად, ეს მუდმივი ექსპოზიცია ამ გამონაბოლქვის, ყვამლის, რა თქმა უნდა, აქაც ხანგრძლივობაზეა საუბარი და თუ როგორ ხა ერთჯერადი რაღაც ესეთი ექსპოზიცია ვერ გამოიწვევს პათოლოგიას, მაგრამ ხომ არიან ანუ ეწევიან დახურულ სივრცეში, ეწევიან ისეთ სივრცეში, სადაც არ ხდება განიავება. ასეთი მუდმივი მეორადი წეველი არის ასევე ძალიან დიდი რისკის ქვეშ ფილტვის კიბოს განვითარების. ნინო, რა არის? სხვათა შორის ბოდიში ამ საერთაშორისო რეკომენდაციებში პასიური მწვავებლები შედიან რისკ ფაქტორში და აქვთ რეკომენდაცია რომ ფილტვის კიბოს სკრინინგი გაიარო. მაგრამ რატომ არ არის თქვა ნებისმიერი ადამიანი, ვინც არც პასიური და და არც აქტიური მწვაველი არის, რატო არ არის თქვა ყველასთვის? და სავალდებულო ის რომ 45 წლის ზემოთ ჩაიტარონ სკრინინგი ფილტვის კიბოს. ხარხოლიათ პაციენტები, რომლებიც არც პასიური და არც აქტიური მწვაველები არ იყვნენ და მაინც განუვითარდათ ფილტვის კიბო. დიაგნოსტირებული ფილტვის კიბოს პაციენტების 85% არის მწვაველი და დაახლოებით 15-20% ფილტვის კიბოს იმართებათ არამწვაველებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არამწვაველებიც არიან ფილტვის კიბოს განვითარების ან თეორიულად, უბრალოდ ეს პოპულაცია ანუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სკრინინგი ეკუთვნის რისკ ჯგუფის პოპულაციას და არამწვაველები რისკ ჯგუფში არ შედიან. შესაბამისად, მათ სკრინინგი არ ეკუთვნით, მაგრამ თუ სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ რომ ჩაიტაროს ადამიანმა ეჭირა, მას შეიძლება ფილტვის კიბო ჰქონდეს. მწვაველების შემთხვევაში ხანგრძლივად მწვაველებს ეწყებათ ხველა. და ეს ხველა არ არის წყვეტილი. ანუ რას ნიშნავს? იწყება ხველა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივდება და მედიკამენტოზურ თერაპიასაც ნაკლებად ექვემდებარება. როცა ხველას არ ექცევა ყურადღება და ხველით არ მიდის ადამიანი კლინიკაში და არ ხდება დიაგნოსტირება, ამას უკვე მოყვება სხვა სიმპტომები. აი მაგალითად უმიზეზო წონაში კლება. დაღლა, რომ აი ადამიანის შრომის უნარიანი არ არის ისეთი, როგორიც იყო. და ამას უკვე მოყვება ისეთი სპეციფიური სიმპტომები, როგორც არის მაგალითად სისხლიანი ხველა, ძლიერი ქოშინი. სამწუხაროდ პაციენტების დაახლოებით 50% უკვე მომართავს ამ სიმპტომებით. და მაგ დროს დაახლოებით აი რომელ სტადიასთან გვაქვს ხოლმე? მესამე-მეოთხე სტადია. ამიტომაც მესამე-მეოთხე სტადიის დროს კურნალობაში მნიშვნელოვნად შეზღუდული ვართ, ხოლო პირველი-მეორე სტადიის დროს ძალიან ესე ვთქვათ, კურნალობის მაღალეფექტური მკურნალობა შეგვიძლია ჩაუტაროთ პაციენტს, რომელიც გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
შესაბამისად, სკრინინგის სწორედ პირველ სტადიაზე, მეორე სტადიაზე იძლევა შესაძლებლობას, რომ გამოვლინდეს ეს დიაგნოზი, როდესაც ქირურგიული მკურნალობა შესაძლებელია და ყველა კომპლექსური მკურნალობა შესაძლებელია, რაც დღეს ონკოლოგიაში არსებობს. შესაბამისად, ეს გვაძლევს სრული გამოჯამრთელების შანსს. და სამწუხაროდ მესამე-4 სტადიაზე დიაგნოსტირებული ფილტვის კიბო და ნებისმიერი სხვა ლოკალიზაციის კიბო მკურნალობაში მნიშვნელოვნად შეზღუდული ვართ და მაგრამ მე მინახავს შენი არაერთი პაციენტი, რომელიც საკმაოდ შორს წასული ფორმით არიან გამოჯამრთელებულები. მე და შენ კლინიკა პირველ რიგში თითქმის ყოველდღე გვიწევს ერთმანეთთან კომუნიკაცია და მე ვუყურებ შენს არ ვიცი მართლაც ბედნიერ პაციენტებს, რომლებიც გამოჯამრთელდნენ და ძალიან დიდი მადლობა და არ ვიცი, სულ ვამბობ, რომ ძალიან დიდი საჩუქარი ხარ საქართველოსთვის და შენ ხარ ის ექიმი, რომელსაც თვალდახუჭული შეიძლება ენდოს ნებისმიერი პაციენტი და ძალიან დიდი მადლობა შენ აი ამ სიმშვიდისთვის და ამ დოგმისთვის და ამ უდიდესი პროფესიონალიზმისთვის, რასაც ავლენ თითოეულ პაციენტს და იმ დამოკიდებულებისთვის, გადამოკიდებულებას გვაქვს თითოეულ პაციენტს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის თითოეული პაციენტის კარგი პასუხი, თითოეული პაციენტის გამოჯამრთელება ძალიან დიდი სტიმული არის, იმიტომ რომ ძალიან რთულ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ეს თითოეული გამარჯვება ძალიან დიდი სტიმულია, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ანუ შენ მოისმინე ახლა სიმპტომები, რა სიმპტომებით მიმართავენ ნინოს ფილტვის კიბოს შემთხვევაში. არ ფიქრობ, რომ სიგარეტის სამუდამოდ უნდა გაქრეს შენი ცხოვრებიდან დღევანდელი გადაცემის შემდგომი? ჯერ კარგად მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ყველამ უნდა დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი. მე ესე ვფიქრობ, აი როგორც მაგალითად რომ ავტომობილები ბენზინიანი ძრავის ავტომობილები და გადავდივართ ელექტროძრავზე, ისე უნდა გადავიდეთ რაღაცა ისეთზე, რომ შევამციროთ რაღაცა ზიანი ჩვენი ორგანიზმისთვის და ამიტომ ჯობია რომ ნელ-ნელა ყველამ გადააგდოს სიგარეტის მოწევა, მათ შორის შედარება მოიყვანა. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეგ გარე ფაქტორები, რომელიც არც ნაკლებად საზიანო არის ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა, მანქანის გამონაბოლქვი და იქ თავის შემცველი რაც შეიცავს ის კვამლი, ისიც განსაკუთრებით მოქმედებს ფილტვებზე. და კარგია, იგივე შედარებაა, რომ სიტყვაზე სიგარეტიდან გადავდივართ აიქოსზე, ბენზინძრავიანი მანქანიდან გადავდივართ ელექტროძრავზე და ასე ნელ-ნელა და რაღაცა ჩვენს ჯანმრთელობაზე ახალ რაღაცებს მოვიგონებთ. ბოლოს ყველაფერს ვანებებთ თავს. და ცხოვრობ ბედნიერად. ველოსიპედით დავდივართ ქუჩაში. ფიზიკურ აქტივობაშიც ჩაგეჭრება და ვიქნებით ყველანი ბედნიერები. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნინოს სწორედ აი ამ კამპანიის სწორი წარმართვა და პროპაგანდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ დღეს საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩავიტაროთ უფასო სკრინინგი, ეს იქნება ფილტვის კიბოს შემთხვევაში, თუ ძუძუს კიბოს შემთხვევაში, თუ საშვილოსნოს კიბოს შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ სკრინინგი და პრევენცია არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც უნდა გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე, უნდა მოუწოდოთ ყველას. და მე რა ვიცი, აი ნინო, შენთან ერთად ჩვენ გეგმავთ, არ მინდა წინასწარ ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გეგმავთ ექიმები ძალიან აქტიურად ამ კამპანიის წარმოებას, რომ მაქსიმალურად ყველას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის სკრინინგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ფაქტიურად გადამწყვეტად მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ დროული დიაგნოსტიკა არის ჩვენი გადარჩენის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. კიბო რომ განაჩენი აღარ არის. ამაზე მე მგონი უკვე ყველა ვთანხმდებით და ნინო ალბათ დამეთანხმები იმაში და მე პირადად შენ რასაც გიყურებ და იმ
ასეულობით პაციენტს უყურებს შენთან მოსულს, ვინც ადრეული დიაგნოსტირების დროს სრულად გამოჯანმრთელებულები არიან და მე არაერთი ბედნიერი და ცრემლებით რა ვიცი, სავსე თვალებიანი ადამიანი მინახავს შენ კაბინეტთან, რომლისთვისაც გითხოვს, რომ დიახ, თქვენ სრულად გამოჯანმრთელდით და ეს არის სწორედ სკრინინგის და დროული დიაგნოსტიკის დამსახურება და ნინო რას ურჩევ ჩვენს მაყურებელს, რომელებიც ახლა გვიყურებენ და აი რაღაცა ფიქრობენ, ჩაიტარონ თუ არა სკრინინგი. მოკლედ ჩვენს ქვეყანაში არსებული სხვა სკრინინგები თუ გადავხედავთ, სკრინინგის მოცვა იმ სამიზნე პოპულაციით სამწუხაროდ მაინც ძალიან დაბალია. ამიტომაც ეს გადაცემა, სხვა გადაცემები, ჩვენი მიმართვები არის და ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ, რომ ყველა მივიდეს, ვინც შედის ამ სამიზნე პოპულაციაში. ამიტომაც ჩემი მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობ ფილტვის კიბოზე, არის ის, რომ იცხოვრონ, რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესით. ეს არის არანაირი თამბაქოს პროდუქტის მოხმარება, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა. მაგრამ ამასთან ერთად სამწუხაროდ გვიწევს ისეთ გარემოში ცხოვრება, როდესაც ეს მავნე ფაქტორები სამწუხაროდ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ თბილისში ძალიან ბევრ კლინიკაში, კლინიკა პირველში უკვე არის ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა და ყოველ დღე შესაძლებელი არის, რომ როცა არის ამისი საშუალება მომართონ ადამიანებმა, რადგან გამოსავალი ონკოლოგიის ზოგადად სტატისტიკა, მსოფლიო სტატისტიკა მზარდია დღეს და 2050 წლისთვის კიდევ უფრო მეტად ელოდებიან ონკოლოგიური დაავადებების ინციდენტობის ზრდას. მაგრამ ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია სწორედ ადრეულ გამოვლენასთან. და ადრეული გამოვლენის დროს საბედნიეროდ თითქმის 95%-ში მიიღწევა სრული გამოჯანმრთელება. ეს ძალიან დიდი ციფრია დამიჯერეთ, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ონკოლოგია განაჩენი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის პირდაპირ პროპორციული ადრეული დიაგნოსტიკის. ნამდვილად. და ვანო, გითხარი მაყურებელს, რას ურჩევ? მე კიდევ იმას ხელახლა ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს ზოგადად სკრინინგი ფილტვის და ზოგადად ევროპულად თუ გვინდა რომ ვიცხოვროთ, ხო, ევროპელები ჩვენზე დიდხანს იმიტომ ცოცხლობენ, რომ ისინი ყოველ 6 თვეში ერთხელ იტარებენ გამოკვლევებს. გამოკვლევებს იტარებენ, სადაზღვევო კომპანიებიც ისე არიან მოწყობილი, რომ აიძულებს რომ სიტყვაზე გაიკეთოს გამოკვლევა, იმიტომ რომ მე გამოკვლევა არ გაიკეთოს, მე ამ პაციენტის შენახვა უფრო ძვირი უჯდება ვიდრე ეს გამოკვლევა. ამიტომ სახელმწიფოს მიდგომა ეს არის იქ. და ამიტომაც ჩვენს რაღაცნაირად უნდა მოვიდომოთ და ვიცხოვროთ ევროპულად რაღაცა პერიოდების განმავლობაში ჩავიტაროთ ყველანაირი გამოკვლევა. მათ შორის ფილტვის სკრინინგი იქნება ეს, ну კიდე რა ვიცი, ანალიზები მინიმუმ მაინც რო ვიცოდეთ, ხო? კონტროლი და შემოწმება. და ну რა თქმა უნდა მოწევა ხო. მოწევას უკვე ვანებებ თავს, აი ხო გავდივარ აქედან. ხოლო დამად დღეს მოვწევ. და ხვალიდან უკვე დილით 10 საათიდან უკვე აღარ მეწევ. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო გამოცდილებამ ფილტვის კიბოს სკრინინგზე აჩვენა, რომ დაახლოებით 40% შეამცირა სიკვდილობის მაჩვენებელი. ძალიან დიდი ციფრი არის, ასე რომ ყველა ერთად თანხდებით, რომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა, ნინა, ძალიან დიდი მადლობა, ვანო. ასეთი საინტერესო რჩევებისთვის პირველ რიგში, გამოცდილების გაზიარებისთვის, ვანო, და მე მჯერა, რომ დღევანდელი გადაცემის შემდგომ ხვალიდან სიგარეტს მართლაც რომ აღარ მოწევ, გადავდივართ, როგორც თქვი, ბენზინიდან ელექტროავტომობილზე, შემდგომ გადადიხარ უკვე ველოსიპედზე, გელოდებით კლინიკა პირველში, ძალიან მალე ველოსიპედით და 6 თვეში ერთხელ ჩეკაპით და იქამდე ოქტომბერში გელოდებით ფილტვის კიბოს სკრინინგზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გექნება ძალიან კარგად და მით უმეტეს მაშინ, როდესაც იცხოვრებ ჯანსაღად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაითვალისწინებს დღეს
ჩვენს რჩევას ანუ ჩაიტარებს. მოდი სოფო მე ჩაგიჩრები რომ ჩვენი მაყურებლისთვის ცოტა რაღაცები უნდა კარგად თქვა ფილტვის კიბო კი არ გვაქვს ხალხო ფილტვის კიბოს სკრინინგი ანუ გამოვიკვლიოთ ყველა ადამიანმა მაგას ნიშნავს სკრინინგი ხო სწორად ეს არის და დროული დიაგნოსტირება არის გამოჯანმრთელების ყველაზე ესეთი საწინდარი აუცილებელი ასე რომ ნინო დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მან ასევე ძალიან დიდი მადლობა შენ და დავემშვიდობები მაყურებელს გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე ტრადიციულად ძალიან საინტერესო სტუმრებით და პაციენტებით